უნდა იცოდეთ ახლა. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ორ ვარიანტად ვნახოთ საჯარო გაშლად, იმით თუ რა უნდა იცოდეთ ახლა. ვნახოთ აბა, რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა და რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი იყოს აი ეს ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე, თქვენს სიტუაციაზე. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა. და გამომივიდა ხმლების სერვისი. პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ახლა ხართ ისეთ პერიოდში, როდესაც გადადიხართ ერთი შინაგანი განვითარების საფეხურიდან მეორე საფეხურზე, როდესაც თქვენ ტოვებთ თქვენთვის არასასიამოვნო, თქვენთვის არაკომფორტულ გარემოს. ეს გარემო შეიძლება იყოს როგორც სულიერი, შინაგანი, მაგალითად ტოვებდეთ იმ სიტუაციას, იმ ადამიანს, ან იმ ადამიანებს, ხო, ან იმ ადამიანთა დაჯგუფებას, რომლებიც უკვე ნამდვილად აღარ არიან საჭირონი თქვენთვის. შესაძლოა კი მაგალითად ტოვებდეთ ძველ სამსახურს, ძველ გარემოცვას. ნებისმიერ შემთხვევაში ხმლების ექვსიანი არის ის არკანი, როდესაც თქვენ მიდიხართ და ტოვებთ ნეგატიურ ენერგიებს, მიდიხართ იმ მდგომარეობიდან, იმ ასპექტებიდან, რომლებიც უკვე აღარ განიჭებენ აღარ ზრდას, აღარ განიჭებენ აღარ სიამოვნებას. ეს არის საჭირო level-up-ი, ასე ვთქვათ, ეს არის საჭირო განვითარება, საჭირო წინსვლა. სხვათა შორის აქ იმასაც კი არ გამოვრიცხავდი, რომ ზოგი თქვენგანი შესაძლოა ახლო მომავალში მიდიოდეს სადმე სამოგზაუროდ, ხო? იცოდეთ, რომ ეს მგზავრობა ძალიან დიდ ხელს შეგიწყობთ ამ განვითარებაში, ამ წინსვლაში. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აქ გადადიხართ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეში, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა ბოლომდე ვერ ხვდებოდეთ, ბოლომდე ვერ იაზრებდეთ. რა უნდა იცოდეთ ახლა პირველი ვარიანტი? დავამატოთ არკანები. არკანი განდეგილი, არკანი თასების 7-იანი. აი ნახეთ მეგობრებო, რაც გითხარით, ნულოვანი არკანი და არკანი მეეკლე. აი რაც გითხარით, ზუსტად ის დაგვიმტკიცეს აქ ჩვენ ტაროს არკანებმა. თქვენ გადადიხართ რაღაც სრულიად ახალ ეტაპზე და გადადიხართ ახალ გზაზე. ნახეთ რამდენი არკანი ამოვიდა ახალი გზის მიმანიშნებელი. ნულოვანი არკანი მეეტლე, რომელიც პირდაპირ იმის შესახებ მეტყველებს, რომ აი იზრდებით, ხო, როგორც შინაგანად, ასევე გარედანაც იცვლება აშკარად თქვენი ცხოვრება, თქვენი რეალობა. აქ ძალიან დიდი ალბათობით იქნება ცვლილებები თქვენს კარიერაში, თქვენს ცხოვრებაში. ადგილმდებარეობის შეცვლაც შეიძლება იყოს, მაგალითად ერთი ბინიდან მეორეში გადადიოდეთ, ერთი სახლიდან მეორეში, ერთი ქალაქიდან ან ერთი ქვეყნიდან მეორეში შეიძლება გადადიოდეთ, ხო? ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის ზრდა და ძველი გარემოცვის დატოვება, ძველი გარემოცვის შეცვლა. ვიღაცისთვის აქ პროფესიის ცვლილება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ აქ თქვენთვის ჩანს ძალიან ბევრი ახალი არჩევანი, ძალიან ბევრი ახალი ვარიანტი. ჩვენ ადამიანებს ძალიან გვიყვარს ხოლმე სამყაროს შეზღუდვა რაღაც კონკრეტული სცენარებით, რომ აი მაინც და მაინც ასე უნდა იყოს, ან მაინც და მაინც ისე. მაგრამ სამყარო არის ძალიან უსაზღვრო თავის სცენარებში, თავის გზებში და ამას ძალიან მალე აუცილებლად დაგანახებთ. სამყარო ძალიან მალე დაგანახებთ იმას, რომ თქვენს რეალობას არ აქვს 1, 2 ან თუნდაც 3 კონკრეტული სცენარი. თქვენს რეალობას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი სცენარი და ამ სცენარებიდან ერთ-ერთს თქვენ ამოირჩევთ აუცილებლად. ასევე იცოდეთ, რომ თუ თქვენ გადადიხართ სადმე, უკვე აპირებთ, ხო? ან მიდიხართ სამოგზაუროდ, იცოდეთ, რომ ეს იქნება ძალიან საბედისწერო, ძალიან შეუნაცვლადი გამოცდილების მომტანი თქვენთვის და არკანი განდეგილი იცით რის შესახებ გეუბნებათ. პირველ რიგში გირჩევდით იმას, რომ თქვენი გამოცდილება, აი რაც ახლა ხდება თქვენს რეალობაში, აუცილებლად ჩაწეროთ ხოლმე თქვენი აზრები, თქვენი ფიქრები, თქვენი სიზმრები, იმიტომ რომ სამყარო საკმაოდ ინტენსიურად გაძლევთ ნიშნებს. და ასევე ნახეთ, აქ თქვენ უღრმავდებით საკუთარ თავს. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც თქვენ
უსვამთ საკუთარ თავს შეკითხვებს მე რა მინდა, მე როგორ მინდა, მე როგორი რეალობა მინდა, მე როგორ რეალობაში მინდა რომ ცხოვრობდე, როგორ რეალობაში მინდა რომ ხვალ გავიღვიძო, მინდა თუ არა ისეთი ცხოვრება, როგორიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მქონდა, ან ბოლო წლების განმავლობაში მქონდა. და როდესაც თქვენ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღების შემდგომ ცვლით თქვენს რეალობას ისე, როგორც თქვენ გსურთ, ისე, როგორც თქვენ გაწყობთ. და ამის რესურსებს სამყარო გაძლევთ. თავარია დაიწყოთ, იცოდეთ რომ დგახართ და მიდიხართ ძალიან სწორ გზაზე, ყველაფერს სწორად აკეთებთ. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ პენტაკლების მეფე პირველ რიგში თქვენი ენერგეტიკა არის დაცული. თუ თქვენ გაქვთ რაღაც გარკვეული შიშები ჯადოსა, ენერგეტიკული ზეგავლენისა, თვალისა, მსგავსი რაღაცეების, ანუ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მაგიური ზეგავლენები და ჩარევები ადამიანზე გასაკეთებლად მარტივი ნამდვილად არ არის. ეს ერთი, მეორე კი ადამიანზე თუ რაიმე სახის მაგიური დარტყმა მოქმედებს, ესე იგი ადამიანი თავად არღვევს სადღაც ბალანსს, ხო? ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ბოროტი, ან თქვენ ხართ ცუდი, ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ ესე იგი სადღაც თქვენ დაარღვიეთ ბალანსი. ეს შესაძლოა ყოფილიყო საკმაოდ გაუაზრებლადაც კი, ხო? ასევე თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის ფინანსურ მატერიალური პრობლემები, აქ თქვენკენ მოდის სტაბილურობა, მეტი სტაბილურობა. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. რა უნდა იცოდეთ ახლა მეორე ვარიანტი თქვენ? არკანი მთვარე, ძალიან ბევრი გაურკვევლობები, ძალიან ბევრი შიშები გაწუხებთ, ან გაწუხებდათ ახლო წარსულში. ძალიან ბევრი შფოთვები, უძილობა, ძილის პრობლემები არის აქ აშკარად, იგრძნობა, დამოკიდებულებები, არაჯანსაღი, მაგალითად ალკოჰოლის მიმართ, სიგარეტის მიმართ, შესაძლოა ელემენტარული რაღაც მავნე მკვების მიმართაც, ხო? მაგრამ აი ჩანს რაღაც ნეგატიური დამოკიდებულებები, ნეგატიური აი ასეთი შინაგანი მანიაკალური დამოკიდებულებები, რაღაც ძალიან დიდი მძლავრი შინაგანი შიშები, შინაგანი შფოთვები, ილუზორული შფოთვები ჩანს ძალიან ბევრი, რომ აი იქნებდა ეს ადამიანი მე მატყუებს, იქნებ ეს ადამიანი არ არის გულწრფელი, იქნებ ეს იქნებ აი რაღაც აი ეს იქნებ ის იქნებ ეს, აი რაღაც ასეთი ფიქრები მოდის, ძალიან აბდაუბდა ფიქრები, ძალიან მანიაკალური ფიქრები, ძალიან მძლავრი შიშები, შფოთვები, ძალიან დიდი ალბათობით კონკრეტულ ადამიანთან, კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით. მაგრამ ნახეთ, თქვენ სწორ პასუხს მიაგნებთ, უკვე მიაგენით ძალიან დიდი ალბათობით ასე თუ ისე. და გავიმეორებ ასევე იმას, რომ თქვენი შიშები, თქვენი შფოთვები არის ძალიან ილუზორული, ანუ საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. დავამატოთ კიდევ არკანები, აი იმდენად მძლავრი შიშები, იმდენად მძლავრი შფოთვები მოდის, რომ ახსნაც კი მიჭირს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა უნდა იცოდეთ ახლა მეორე ვარიანტი. შეყვარებულები, უნდა იცოდეთ ის, რომ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეთ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, უნდა იცოდეთ ის, რომ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეთ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, ძალიან სწორი მიმართულებით მიდიხართ და ახლა თქვენ შეიძლება დღემდე გტანჯავდეთ ეს რაღაც შფოთვები, ბრუნდებოდეს პერიოდულად ფიქრობდეთ, რომ ისევ რაღაც სიტუაციები მეორდება, ისევ იგივე ჭაობში ჩადიხართ, იგივე შეცდომას უშვებთ, იგივენაირ ადამიანს ენდობით, რაც წარსულში იყო. აი თითქოს თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი ახალი, ასე თუ ისე. თქვენ ამ ადამიანს ენდეთ, მაგრამ თითქოს საბაბი არ მოუწია ამ ადამიანს თქვენთვის ნდობის. და ზოგადად გასაგები არის, რომ ეს მთლად სწორი ქმედება არ არის, მაგრამ ამ ადამიანთან დაკავშირებით შეცდომა არ დაგიშვიათ. მაგრამ აი პერიოდულად გგონიათ ხოლმე, რომ აი შეცდომა ხომ არ დავუშვიო. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გიმტკიცებთ ეტაპობრივად იმას, რომ შეცდომა ამ ადამიანთან დაკავშირებით კონკრეტულად არ დაგიშვიათ. და ახლაც ეს მტკიცებულება მოდის, არ დაგიშვია. სამართლიანად მიდის ყველაფერი, სწორად მიდის ყველაფერი, არ უშვებ შენ წარსულ შეცდომებს.
ძალიან ყოჩაღად მიდიხარ, მაგრამ დაასვენე შენი ფსიქიკა. ენდე არა ამ ადამიანს, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს და სამყაროს. ენდე იმ მიმართულებას, რომელსაც გაძლევს შენ სამყარო. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.